გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია კვაშილოვა, ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის დოქტორი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხზე, ეს იყო კრეტის სამეცნიერო ექსპედიციის შესახებ. კუნძული კრეტა, თქვენ მოგეხსენებათ, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის აუზში, ყველაზე ერთგვარად დიდი კუნძულია. დაახლოებით სიგრძეში არის 260 კილომეტრი და ყველაზე უფრო ფართო დაახლოებით არის სიგანეში 60-65 კილომეტრი. აი ამ კუნძული ძალიან მნიშვნელოვანი არის უძველესი ცივილიზაციის შესწავლის მხრივ, იმიტომ რომ რადგანაც კუნძული იყო რიგ შემთხვევებში მას დამოუკიდებელი განვითარება ჰქონდა და მიაღწია ერთგვარ დიდ წარმატებას. დაახლოებით ეს დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 3500 წლის წინ, ანუ დღეიდან 5500 წლის წინ. რადგანაც კუნძული კრეტა, როგორც ვთქვით, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის აუზში, ის ძირითადად ცენტრალური ნაწილია. ადამიანებმა როცა უკვე დაიწყეს გადაადგილება არა სახმელეთო გზით, არამედ საზღვაო სისტემით, ეს ძალიან მარტივი არ იყო, ძალიან ძლიერად ეს დაკავშირებული იყო სანაოსნო სისტემასთან, ამის დახვეწასთან. ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ძველი წელთაღრიცხვის 2000 წელს, ანუ დღეიდან 4000 წლის წინ, კუნძული კრეტა ეკონომიკურად განვითარდა, სწორედ საზღვაო სავაჭრო ურთიერთობების გამო. ანუ თუ მოედინებოდა, ასე რომ ვთქვათ, საქონელი გადასატანად აღმოსავლეთიდან ნაწილობრივ დასავლეთის მიმართულებით, ან აღმოსავლეთიდან ეგვიპტის მიმართულებით, ჩრდილოეთიდან ეგვიპტის მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში ძირითადად მაინც ხდებოდა გაჩერება კუნძულ კრეტაზე. და ეს მნიშვნელოვნად განვითარებას იწვევდა, შემოდიოდა საქონელი, შესაბამისად ეს ეკონომიკური განვითარებას იწვევდა. მარტივად რომ ვთქვათ, საერთოდ კუნძული კრეტა შიგნით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არც ისე წარმატებული იყო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ნაწილობრივ არის კუნძული კრეტა თაგორიანი ძირითადად და ნაწილობრივ არის დაბლობი. აი ამ დაბლობის ნაწილში სწორედ განვითარდა სოფლის მეურნეობა. მაგრამ სოფლის მეურნეობა ასე ძლიერად ცივილიზაციას ვერ აყალიბებდა კუნძულ კრეტაზე. ეს არ არის შუამდინარეთი, ჩვენ მასზე ვსაუბრობდით საირიგაციო სისტემის გამოგონების შედეგად შუამდინარეთში, დღევანდელი ერაყის სამხრეთ ნაწილში ეკონომიკური სიუხვე გაიზარდა, იმიტომ რომ ხორბლისა და ქერის მოსავალი შესაბამისად მიღებული იქნა საირიგაციო სისტემის გაკეთების შემდეგ. მაგრამ კუნძული კრეტა, როგორც ვთქვით, მთიანია და ეს წყლის სისტემა იქ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ვერც არ არის ისეთი მდინარეები, რომ ასე სარწყავი სისტემა გაკეთებულიყო. მაგრამ რადგანაც თაგორიანია, მთებზე თოვლიც იდება, ნაწილობრივ რაღაც ნაწილი პატარა მდინარეებიც არის, მაგრამ ასეთი გამოკვეთილად დიდი მდინარე, როგორც ტიგრი და ეფრატი, ნამდვილად კუნძულზე ვერ იქნება. ამიტომ სისტემა განვითარებისა სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისა სხვა ნაწილში დაეღო. ეს არის საზღვაო ურთიერთობები. ანუ ვაჭრობდა კუნძული კრეტა
იმ ქვეყნებთან, რომელიც ახლა ძირითადად დაგისახელეთ. ამის დამამტკიცებელი საბუთი არის დოკუმენტი, სწორედ სავაჭრო საქონლო ნიშნები, სასაქონლო ნიშნები, რაც აღმოჩენილია კუნძულ კრეტაზე, საბეჭდავები და ეკონომიკური ჩანაწერები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად არის შემონახული კრეტის მუზეუმებში. ამიტომ განვახორციელეთ რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია, წელს 2026 წელს 7-12 მაისის სამეცნიერო ექსპედიცია კუნძულ კრეტაზე იყო რიგით მე-5. პირველი სამეცნიერო ექსპედიცია გავმართეთ 2013 წელს, შემდეგ იყო 2017-ში, 18-ში, 19-ში 23 და ახლა უკვე ვთქვით, ამ პერიოდებში ჩვენ ნაწილ შევისწავლეთ არქეოლოგიური ადგილები, მისი ფართობი და რიგი სხვა დეტალები, შევისწავლეთ არქეოლოგიური აღმოჩენილი მასალები, როგორც მუზეუმებში, ისევე სხვადასხვა კოლექციებში დაცულია. ძირითადად ჩვენ ახლა ჩამოვთვლით იმ მუზეუმებს, რომელშიც ჩვენ ძირითადად ვიმუშავეთ. როგორც მოგახსენეთ, 7-12 მაისს 2026 წელს რიგით მე-5 კრეტის სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციის მიზანი იყო ბერძნული მითების მიხედვით აია კოლხეთის მეფე აიეტის დის კრეტის დედოფლის პასიფაეს, რომელიც ცნობილია მეუღლე მინოსის სახით, ანუ დღეს უკვე ცნობილია მინოსის ცივილიზაციის სახით, ამ ცივილიზაციის არქეოლოგიური, ეპიგრაფიული, კულტურული, ისტორიული ძეგლების შესწავლა და კრეტის, სანტორინისა და კოლხურ სამყაროებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირების კვლევა. სანტორინი ძალიან პატარა კუნძულია კრეტასთან შედარებით, დაახლოებით 180 კილომეტრის ჩრდილოეთით მდებარეობს ეგეოსის ზღვის აუზში კუნძული სანტორინი. სანტორინის დასახელება არის იტალიური წმინდა ირინეა, თორემ ძველ ბერძნულად თირა ან თერა, ძველი ვარიანტით უფრო თერა არის, თანამედროვე თირა. ყოველ შემთხვევაში ახლა მთლიანად კუნძულის სახელი ეს არ არის და აქ აღმოჩენილი იქნა ბერძენი არქეოლოგი სპირიდონ მარინატოსის მიერ უნიშნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი სასახლე აკროტირისში. ეს აკროტირი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად სრულიად დაიფარა და ის რაც იყო პირველანდის სახეთ, ისეთი აღმოაჩინეს ეს სასახლე თავისი უნიკალური ფრესკებით, რომელიც ულამაზესია 4000 წლის წინანდელი, დაახლოებით 4000 წინანდელი ფრესკები, არაჩვეულებრივი გაფორმებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ცივილიზაციაში არსებითი არის ყველა ფრესკა არის მოძრავი, დინამიური, ესე რომ ვთქვათ. ანუ გაყინული ესე იგი ერთ ადგილას უძრავი სახით არ არის. ყოველ შემთხვევაში ბერძნულსა და პასიფაის ცივილიზაციის შორის განსხვავება სწორედ ეს არის, ის პასიფაის ცივილიზაციის კულტურის ნიმუშები ყველა ძირითადად არის მოძრავი, დინამიური სახით, ფიგურებიც, ფრესკებიც, ხოლო ბერძნულში უფრო ნაკლებად გეომეტრიული ორნამენტები ჭარბობს და ასევე შედარებით ჭარბობს უძრავი სახის ფორმები. ახლა ამას ჩვენ როგორც ხელოვნების ნიმუშის სახით აღარ განვიხილავთ, უფრო მეტად გიამბობთ რა არის პასიფაის ცივილიზაცია. როგორც თქვით, ბერძნული მითების მიხედვით და ეს წიგნები აუცილებლად სასაკითხია, თუ ვინმე ეს გამორჩა, ძალიან ბევრი მასალა არის ამ მხრივ დაწერილი, უზარმაზარი სამეცნიერო ლიტერატურა, ყოველ შემთხვევაში
ლიტერატურული ნაწარმოებები იმდენია დაწერილი ძველი ბერძნული, შემდეგ ლათინური და ევროპული ნაწარმოებები, ახლა ამაზე ჩვენ არ შევშერთებით, ეს ჩვენ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით. მინდა გითხრათ, რომ აიეტი ეს არის ჰელიოსის, ანუ მზის ღმერთის შვილი, აიეტი აია კოლხეთისა და კორინთოს მეფე, კორინთო დღევანდელი საბერძნეთის პელოპონესის ჩრდილოეთ ნაწილია, დაახლოებით ათენთან ახლოს არის. ცოტა მოშორებით. ათენიდან სამხრეთ ნაწილში. კორინთოს სრუტე. თუ მონახავთ, აი შეგიძლიათ ნახოთ. ახლა ესე იგი ჰელიოს ყავს შვილები კრეტაზე, როდოსზე და ასევე სხვა კუნძულებზე, კოლხეთში. ესე იგი აიეტი არის კოლხეთის მმართველი. მეორე ძმა არის ყირიმის, ანუ ტავრიის მმართველი. კიდევ ერთი ძმა ყავდა აიეტს, რომელიც არის ეგვიპტის ერთგვარად მმართველი და მზის ტაძრის ამშერებელი. ბერძნული მითები ემოსამოს. ძირითადად ორი და არის გამოკვეთილი. კრეტესე არის დედოფალი, მმართველი, პირველი მმართველი კრეტისა პასიფაე. და ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ცივილიზაციაში ძირითადი არის ქალი. ანუ ქალი არის მმართველი, ხოლო კაცი მას ჩაესიძება. და ისედაც ვიცით ბერძნული მითების მიხედვით, დედა პასიფაეს არის კრეტა. ანუ ქალღმერთი კრეტა, რომლის სახელი შემდეგ ქვია კუნძულ კრეტას. აი ესე იგი ადგილობრივი არის პასიფაე, ხოლო მისი მეუღლე ბინოსი, რომელიც ჩაესიძა, ის არ არის ადგილობრივი წარმოშობის, ნუ ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა შეხედულებები არის, მაგრამ ძირითადად ამ ცივილიზაციაში ქალი ღმერთია და ქალღმერთიდან გამომდინარე მმართველი პოლიტიკური ელიტის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ქალი, ქალბატონი. ასე რომ პასიფაე არის მმართველი კუნძული კრეტისა. ჩვენ ქართულად შეგვიძლია ვთქვათ, ამ ხრივ მაგალითი გვაქვს თამარ მეფისა, ანუ ვამბობთ თამარ მეფეს, ანუ ქალზე ვამბობთ მეფეს, ანუ პასიფაე არის როგორც მეფე. მაგრამ ევროპული ენებისთვის ეს შეუძლებელია, ანუ ქალი ვერ იქნება მეფე, ენობრივი თვალსაზრისით დედოფალს არ მოთქვამს. და აქედან გამომდინარე ევანს, რომელმაც აღმოაჩინა კუნძულ კრეტის არქეოლოგიური ადგილი კნოსოსი 1900 წელს, გაუჭირდა ტერმინი, როგორ უნდა დაერქვია ამ ცივილიზაციისთვის, რომელიც ეს არც ბერძნული იყო და არც რომაული თავისთავად, და არც სხვა კულტურის წარმოშობა ჰქონდა. ამიტომ მან ინგლისური ენიდან გამომდინარე ვერ დაარქვა ქალის სახელი. ქალის ცივილიზაცია, ანუ პასიფაეს ცივილიზაცია უნდა დაერქვია, მაგრამ კულტურა ინგლისური მამამრობიც არის, ანუ ინგლისურ ენაში და ჩვენთანაც ახლა თანამედროვეობაშიც მამაკაცის გვარზე იწერება ქალი. აი მამაკაცი არის ინდოევროპული ცივილიზაციის უმთავრესი, ხოლო ჩვენ წინაპრებში ძირითადად იყო ქალის როლი და ქალია ჩვენთან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფიგურა. აქ სწორედ აი თამარ მეფე, აი ეს პრობლემა არ არის რომ ქალს მეფე უწოდოთ ქართულ ენაში, მაგრამ როგორც ვთქვით ინგლისურში ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ენობრივი სისტემა არ გვაძლევს ამის საშუალებას. ამიტომ მინოსმა დაუშვა, უკაცრავად ევანსმა დაუშვა, რომ ამ ცივილიზაციას უწოდა მინოსური ცივილიზაცია, რადგანაც მან არ იცოდა ის წარწერები, რომლებიც იპოვა რა ენაზე იყო შესრულებული. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი მუშაობა გვიწევს განსაკუთრებით ამ შემთხვევაში მე, რომ რამენაირად ამ სახელწოდებას პარალელური გაგებაც უნდა კონდეს, ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს არა მინოსური ცივილიზაცია, რა თქმა უნდა ამ ტერმინს ვთხოვებ, მაგრამ პარალელურად ვიძლევით
პასიფაეს ცივილიზაციას. ანუ კუნძული კრეტის მართველი მეფე იყო პასიფაე. საერთოდ მე არ ვიცი და არც ბერძნულ ლიტერატურაც არ ამბობს იმას, რომ რა სახელი ქვია. ამ შემთხვევაში პასიფაე მიაჩნიათ ბევრ მეცნიერს ბერძნული ეტიმოლოგიისა, თარგმნიან რომ ყოვლად მანათობელს ნიშნავს პასიფაე, თუმცა შესაძლებელია პასიფაე ფაციფა ან დაუშვათ სხვა ეტიმოლოგიაც ჰქონდეს, ან მიახლოებული ასეთი წარმოთქმაც იყოს, მაგრამ ამაზე მსჯელობა არ აქვს. ეხლა ჩვენ ეს არ არის ჩვენი კვლევის საგანი, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ესე იგი კრეტის, რომელსაც ძველ აღთქმაში ყოველ შემთხვევაში ქართ ერთი წაკითხვით, იმიტომ რომ თანხმოვნურ ტექსტი არის, თანხმოვნურ ნიშნებით არის დაწერილი ძველი აღთქმა, ქრთო წერია, კრტო, ანუ იკითხება ერთ ვარიანტში, ერთ დიალექტში ქართ, მეორე შემთხვევაში ქერეთ. ანუ ჩვენ ზუსტად ვიცით კუნძული კრეტის დასახელება. ამ შემთხვევაში წარმოვიდგინოთ როგორც ქართი. ანუ ქართის ეტიმოლოგია ძალიან ახლოს არის ქართლის გაგებასთან. ეხლა ამის ეტიმოლოგია ასე თუ ისე ცნობილია და ახლა ამას არ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ერთგვარად ქალაქს, გოროც და ამასთან არის დაკავშირებული. ეხლა აი ეს საკითხი ჩვენ ღრმად არ განვიხილოთ, იმიტომ რომ ეს ბევრჯერ გვითქვამს და აღვიქწერია. ესე იგი კუნძული კრეტის მართველი მეფე იყო პასიფაე და მას თვითონ თავისი გადაწყვეტილებით და რა თქმა უნდა იქ თუ დარბაზი იყო, მასთან მრჩეველთა გუნდი, უნდა გადაეწყვიტა ვინ ყოლოდა ქმარი. აი ეს არის, ანუ თავად ქალი ირჩევდა ქმარს. ეს მაგალითი ჩვენ ასე თუ ისე მსგავსად თამარ მეფესთან დაკავშირებით ვიცით. ამიტომ პირველი შემთხვევა არ არის ჩვენს ცივილიზაციაში ასეთი გაგება. მეორე ქალბატონი, რომელიც მართავდა კუნძულ აიაიას, ეს იტალიის რომთან ახლოს მდებარე კუნძულია და ვიცით ბერძნული მითების მიხედვით პასიფაეს გარდა, ანუ კირკეს, მეორე დას, აიეტისას ქვია, უბრალოდ კირკე ვთქვით, მაგრამ მას ყავს შვილები რომულუსი და იტალოსი. ამ სიტყვების გაგებიდან გამომდინარე, მითი ამბობს, რომ რომია აქედან შექმნილი და იტალია. ყოველ შემთხვევაში ამას პლუტარქე წერს. სხვა ავტორებიც წერენ. ახლა ამის გარდა კიდევ მნიშვნელოვანი რამ ვიცი ჩვენ, ახლა აიეწყავდა ქალიშვილი და ვაჟიშვილები, ამ შემთხვევაში დავასახელებ მედიას და მედიას ვაჟიშვილის სახელი, ესეც ბერძნულად წერია, თესალოსი, თესალია ქვია დღევანდელ საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს. ასევე ბერძნული წყაროების მიხედვით პელასგი ერქვა პელოპონეს. ჩვენ ამაზე ბევრჯერ საუბრობდით. აი ეს წარმოვიდგინოთ, რომ ზის ღვთაების ამ ზის შვილთა დინასტია, ანუ ოჯახი მართავს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებს, გარკვეულ რეგიონის ქვეყნებსა და შავი ზღვის პირეთის ქვეყნების რეგიონს. აი ეს არის ბერძნული მითის მიხედვით სწორედ უძველესი პროტოქართველური კოლხური მოდგმის გავრცელება შავი ზღვის პირეთსა და ხმელთაშუა ზღვის პირეთში. ანუ ეს ჩვენ უნდა გაგვერკვია ბერძნული მითების თანახმად, საერთოდ ვიცოდეთ, რომ ბევრი მითის საშუალებით წაკითხული იქნა მნიშვნელოვანი გაუშიფრავი ტექსტები. მაგალითად, ხეთურში სწორედ მითი გახდა საფუძველი, რა ენაზე უნდა მოეკითხა დაუშვათ ხროზნის. ახლა გავაგრძელოთ. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ 2013 წლიდან კუნძული კრეტის, კუნძული სანტორინისა და კონტინენტური საბერძნეთის არქეოლოგიური ადგილებისა და არქეოლოგიური მასალების შესწავლა. კვლევისას განსაკუთრებულ ყურადღება დავუთმეთ შემდეგ საკითხებს,
პაციფაის ცივილიზაციის მატერიალურ მემკვიდრეობას ამ ადგილას აღმოჩენილია კუნძულ კრეტაზე და სხვა პატარა კუნძულებზე და ასევე კონტინენტურ საბერძნეთის ტერიტორიაზე კრეტული იეროგლიფური A და B კლასის ხაზოვანი დამწერლობები. ეს კრეტული იეროგლიფები ასე დაარქვეს, რადგან იეროგლიფებს, ანუ ეგვიპტურის მსგავსი ნიშნები არის, ამიტომ კრეტაზე აღმოჩენილი კრეტული იეროგლიფები დაარქვეს, ხოლო ევანსმა, რომელმაც აღმოაჩინა თიხის პირფიტები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები, რომელზეც ხაზოვანი წარწერაა, მან პირობითად დაყო ეს თიხის პირფიტების წარწერები, რომელიც უფრო ძველია, A დაარქვა, A კლასის ხაზოვანი, რომელიც მოქმედებდა ძველი წელთაღრიცხვის 1950-დან 1450 წლამდე, ხოლო B კლასის ხაზოვანი მოქმედებდა ძველი წელთაღრიცხვის 1450-დან 1100 წელი ქრისტესშობამდე. აღმოჩნდა კვლევის შედეგად ეს არის სხვადასხვა ენაზე შესრულებული წარწერები A ძველია, ხოლო B უფრო მოგვიანე პერიოდის წერითი სისტემა და შესრულებულია 7000-ზე მეტი წარწერა. 1952 წელს ცნობილი მაიკლ ვენტრისმა გაშიფრა B კლასის ხაზოვანი დამწერლობა და ეს აღმოჩნდა მიკენური ხანის ბერძნული ენა. საოცარია, რომ ამ ტექსტებში, რომელიც დაახლოებით 1000 ესე იგი ქრისტესშობამდე 1350 წლის რომ არის, ან 1370 წლის წინანდელი, ან ესე იგი 3370 წლის წინანდელ წარწერებში თიხის პირფიტებზე ჩვენ გარკვევით ვიცით, რომ წერია აია, აია, კოლხეთი, კუტაია, მაკირონე და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვები, ტოპონიმები და ეთნონიმები, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კოლხურ სამყაროს. აქ ამ ტექსტებში ასევე ფიქსირდება არგონავტების მიჩი მონაწილე პიროვნებების სახელები. ნუ ნამდვილად ეს არგონავტების პიროვნებები არ არის თიხის პირფიტას, მაგრამ ის სახელები, რომელიც არგონავტების მითიდან ვიცით, თიხის პირფიტებზე წერია იასონი, აკროსტორი და ასე შემდეგ, ბევრი, დევკალიონი და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან დიდი სია და მას ჩვენ ცალკე ვაქვეყნებდით ნაშრომის სახე და გამოქვეყნებულია ეს მასალა. ფაქტობრივად რა ხდება B კლასის ხაზოვანი დამწერლობის მიხედვით, რომ რეალურად იკვეთება ის მოსაზრება, რომ არგონავტების მითი კი არ არის გადატანით რაღაცა მოგონილი ამბავი, არამედ ეს რაღაც რეალობას ასახავს. ამიტომ მაშინ გამოვიდა მოსაზრებით მრავალი მეცნიერი, რომ ეს არგონავტების მითი რეალობასთან არის დაკავშირებული და რა თქმა უნდა, მაიკლ ვენტრისი გარდაიცვალა, მოულოდნელად მოხდა ავტოავარიაში და მას ამ საკითხის გაგრძელება ასეთი დიდი მასშტაბით არ ქონია, მაგრამ ჯონ ჩედვიგი მისი თანამონაწილე, ესე იგი, როგორ გითხრათ, ჯონ ჩედვიგი არ იყო თლად დეშიფრატორი დასაწყისში მიკენურ ხანის B კლასის ხაზოვანი დამწერლობისა, მაგრამ ის ჩაერთო მაიკლ ვენტრისთან თანამშრომლობდა და მე მაიკლ ვენტრისის საქმე ჯონ ჩედვიგმა გააგრძელა და გამოაქვეყნა 1956 წელს მთელი ეს დოკუმენტები თიხის პირფიტების წარწერების, გამოქვეყნა მე შემდეგ 73 წელს 1973 წელს 2000 უგვაცრავად 2 წლის წინ 2024 წელს მთლიანად გადახარისხდა ეს დოკუმენტები და ახალიც დაემატა და გამოაქვეყნეს, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯონ ჩედვიგი 1999 წელს გარდაიცვალა, მაგრამ იმ ტრადიციას აგრძელებს კემბრიჯის უნივერსიტეტი, განსაკუთრებით ეს არის ქრისტეს კოლეჯი, ნუ სხვა კოლეჯებიც არის ამ საქმეში ჩართული, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი მიკენური ხანის ბერძნული ტექსტების შესწავლა სოფლიო მასშტაბით დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს და ამ მეცნიერებას ქვია მიკენოლოგია და ეს გაერთიანებულია კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებაში. და ჩვენთან საქართველოში ამ ხრივ
კლასიკური ფილოლოგია მაღალ დონეზე დგას დღესაც დაიწყო სიმონ ყაუჩიშვილის, თინათი ყაუჩიშვილის, აკაკი ურუშაძის, პანტელეონ ბერაძე და სხვა მრავალი და ახლანდელ ბოლო პერიოდებში საკმაოდ მაღალი დონის იყო აკადემიკოსი რისმა გორდეზიანის სკოლა და ეს დიდი სკოლა არის დღეს მისი მოწაფეები ბევრს ამუშავებენ რიგ საკითხებს. აი საკითხია ასე თუ ისე ცნობილია რომ კოლხეთის მითთან არის დაკავშირებული არგონავტების მითთან ბეკლასის ხაზოვანის ის მასალა რაზეც ჩვენ ახლა გესაუბრებოდით აია კოლხეთი მედეოსიც ანუ მედიას ვაჟიშვილის სახელიც არის რა თქმა უნდა რიგ ტექსტებში ეს აიეტიც არის დაფიქსირებული ბეკლასის ხაზოვანში მაგრამ კონტექსტის გარეშე პატარა თიხის პირფიტა რომლის ნაწილი აკლია და არ ვიცით ნუ ყოველ შემთხვევაში სახელი რომ აიეტი ნამდვილად არის თიხის პირფიტაზე ხდება კოლხეთის გაიგივება ხდება კოლხი ქვია ადამიანს რომელიც ამზადებს ყოველ შემთხვევაში ეტლის ბორბლებს და ახლა ამაში ფლად არ გავაგრძელოთ საუბარი ნუ ძირითადად ვიცით რომ ეს ფიქსირდება დაახლოებით ეს დათარიღებულია 3350 წელი მთლიანად რომ გარდავთვალოთ ანუ დღეიდან 3350 წელი ანუ ქრისტესშობამდე 1350 წლის წინ ამიტომ აკადემიკოსი თამას გამყრელიძე გამოვიდა ინიციატივით 1999 წელს და ამ ინიციატივას ხარი დაუჭირა ედუარდ შევარდნაძემ ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველი სახელმწიფოებრიობა ამ ტექსტების მიხედვით განისაზღვროს 3000 წლით და ეს ამიტომ გვაქვს 3000 წლოვანი ქართველი სახელმწიფოებრიობის გაგება რომელიც ზოგადად შეიძლება ყველამ არ ვიცით ახლა გავაგრძელოთ შემდეგი საუბარი. ჩვენ საუბრობდით A-კლასის ხაზოვან დამწერლობა, რომელიც უფრო ადრეულია და მოქმედებდა 1950-დან 1450 წელი ქრისტესშობამდე, ანუ დაახლოებით 4000 წლის წინანდელი თიხის პირფიტებზე, მსგავსი ნიშნები, რომელიც ასე წარმოვიდგინოთ, დაუშვათ ლათინური გახდა ყველა ევროპული ენებისთვის ანბანის საფუძველი გერმანულის, ინგლისურის, ფრანგულის და ასე შემდეგ. აი ასეთი იყო, ანუ ბერძნები 1450 წელს ძველწესაღრიცხვის ქრისტესშობამდე დაახლოებით ამ პერიოდში ვულკანი ამოირქვა და ბერძნები დასუსტებულ ცივილიზაციას ვულკანური ამორქვევა მოხდა კუნძულ სანტორინზე და მთლიანად დაინგრა მთელი მინოსური, ანუ პასიფაეს ცივილიზაცია. განადგურდა მისი ფლოტი, ამაზე ვსაუბრობდით, სასოფლო სამეურნეო სისტემაც მოიშალა იმ დრო ვულკანის ამორქვევის შედეგად ამოიფრქვა მომწამლავი აირები და ამის გარდა ის ნივთიერებები, რომელიც ფერფლად დაედო 3-4-5 მეტრის სიმაღლის იყო ზოგიერთ ადგილებში და ამიტომ სასოფლო სამეურნეო საქმიანობა მთლიანად შეწყდა კუნძულ კრეტაზე. სანტორინი აბსოლუტურად განადგურდა, თუმცა ახლა არქეოლოგიურ მასალაზე ჩვენ საუბრობდით, რომ ვულკანური ამორქვევის შედეგად კუნძულ სანტორინზე აკროტირის მთელი აღმოჩენებია უკვე აღმოჩენილი და ეს მუზეუმშია გამოფენილი თერას პრეისტორიულ მუზეუმში. ახლა ვისაუბროთ კუნძულ კრეტაზე. კუნძული კრეტას აი სწორედ ამ პერიოდში ბერძნული მითების მიხედვით სანამ ვულკანური ამორქვევა მოხდებოდა სანტორინზე მართავდა პასიფაე და მისი ცივილიზაცია. ამ ბერძნული მითების მიხედვით ეს არის კოლხური ცივილიზაციის ერთ-ერთი ნაწილი. ჩვენ ეს განვიხილეთ როგორც მათემატიკური და კომპიუტერული მოდელების საშუალებით და ჩვენ ამაზე გესაუბრებოდით, რამდენჯერმე გადაცემა მიუძღვენით ამ თემას, სწორედ მოდელირებაც გვაჩვენებს ამ ამბავს, რომ უძველეს პერიოდში როგორ დაიშალა საერთო ქართველური ენობრივი სისტემა. პელაზგური ჯგუფი მუშაობდა მათემატიკურ კომპიუტერულ მოდელებზე, თემურ ჩილაჩავა, მე და გია ფოჩხუა. ეს ასე თუ ისე უკვე ვიცით. მაგრამ ახლა დაუბრუნდეთ კუნძულ კრეტას. კუნძული კრეტაზე ეს სავაჭრო სასაქონლო ურთიერთობები ძალიან განვითარებულია, ეკონომიკა მაღალ დონეზე დგას, ამაზე ჩვენ ხო რამდენიმე წუთის წინათ ვსაუბრობდით და ცალკე ეკონომიკური საკითხებიც განვიხილეთ. ამიტომ კრეტა არის განვითარებული ცივილიზაცია.
განვითარებული ცივილიზაცია სავაჭრო ურთიერთობებისთვის, როგორც თქვით, ეკონომიკური ურთიერთობამ განაპირობა დამწერლობისა და მათემატიკის შექმნა, ანუ აღრიცხვა. დროს აუცილებელია ჩაწერა და გამოთვლა. ამიტომ შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა ამ თიხის ფირფიტებზე, B კლასის ხაზოვანზე საუბრობდით და მსგავსი აღრიცხვაც არის, მაგრამ როცა ბერძნები ჩავიდნენ კუნძულ კრეტაზე, მათ დამწერლობა არ ჰქონდათ, არც წერის კულტურა ჰქონდათ. აქედან ისწავლეს კუნძული კრეტიდან, კნოსოსის სასახლეში აღმოჩენილი თიხის ფირფიტებიდან და ჩვენ ვიცით პირველად, რომ კნოსოსის სასახლეში აღმოჩენილია B კლასის ხაზოვანი წარწერები, რომელიც ბევრი რამ არ იკითხება და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ეს ადგილობრივი, ენობრივი მონაცემებიც არის მოცემული B კლასის ხაზოვანში. როგორც ვთქვით, A კლასის ხაზოვანი ჩვენი კვლევების თანახმად სრული დეშიფრაცია უკვე რამდენი წელია 30 წელზე მეტია მიმდინარეობს და ეს არის პროტოქართველური უძველესი პროტოკოლხური ენაზე შესრულებული ტექსტი, რომლის დეშიფრაცია ლინგვისტურ კანონზომიერებებით უკვე გამოქვეყნებულია როგორც საქართველოსა და უცხოეთის მრავალ, ესე იგი, როგორ ვთქვათ, ეს მნიშვნელოვან ჟურნალებში, იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში და ასე შემდეგ, ნუ ახლა ამაზე არ გავაგზავნებ, მაგრამ რეიტინგიან ჟურნალებში, ინგლისურ ენოვანში და რა თქმა უნდა საქართველოში მთლიანად 1427 წარწერიდან უმრავლესობა უკვე მთლიანად გამოქვეყნებულია. ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც ვთქვით, უძველესი პროტოქართველური, ანუ პირველი ქართველური დამწერლობის ნიმუში არის A კლასის ხაზოვანი დამწერლობა. აი ამ ტექსტებში ჩვენ გვხვდება ასევე კრეტული იეროგლიფური ტექსტების შესრულებული 347 ცალი წარწერა. აი ამ ტექსტებში გვხვდება ესე იგი A კლასის ხაზოვანსა და კრეტულ იეროგლიფებში, რომელიც დათარიღებულია ქრისტეს შობამდე 3000, ესე იგი დღეიდან რომ გადავთვალოთ 3950, 3550, ანუ ქრისტეს შობამდე 1950, 1450 წლის წინ. აი ამ პერიოდის წარწერებში ხდება კოლხეთი, ხდება აიეტის სახელი, ხდება მაკრონის სახელი, ანუ უძველესი მეგრული ტომების სახელწოდება, რომელიც ასე ვთქვით მაკირონეს სახით არის ბეხაზოვანში ერთ ადგილას ნახსენები, აქ არის მაკარიტე, ანუ ამ უძველესი ტომების დასახლება კუნძულ კრეტაზე. საოცარია კუნძულ კრეტაზე ძირითადად ეს მოსახლეობა იყო, მაგრამ შემდეგში ნაწილ უკვე შემოდის სხვა ტომები, სანამ ბერძნული ცივილიზაცია მთლიანად დაიპყრობს. ნუ ამის დეტალებზე ახლა ჩვენ საუბარი არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში კნოსოსის სასახლეში გაათხრილი თიხის ფირფიტებით ვიცით, რომ არის კნოსოში აღმოჩენილი თიხის ფირფიტაზე დაფიქსირებული კოლხეთი, მაკარიტე, კუტაია, ანუ ქუთაიას უძველესი სახელი, პარალელურად როგორც საქართველოში არის, ისევე კრეტაზე ხდება. ლასითი, ანუ ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ დაახლოებით ლინგვისტური ინტერპრეტაციით ლასეთთან. აღმოსავლეთ კრეტას დღემდე ლასითის რეგიონი ქვია. მთებიც არსებობს და ვიცით ბერძნული წყაროების მიხედვით, ისტორიული წყაროების მიხედვით, ძველ წელთაღრიცხვის მე-3-მე-4 საუკუნემდე კიდევ წერდნენ ეს ხალხი, სანამ ბერძნული დაიპყრობდა მთლიანად, მთებში შეხიზნული ეს უძველესი პელაზგური ტომები იმ ენაზე შეიძლებოდა გრაფიკა ბერძნული ანბანის ნიშნებით ყოფილიყო, თუმცა ის ბერძნული წარმოშობის არ არის თავად ანბანური სისტემის გრაფიკა, ეს უკვე ვიცით და ახლა კიდევ არ გავიმეორებთ ამ გადაცემაში, თუმცა ის რომ ამ თიხის ფირფიტების ამოკითხვა გვაძლევს A კლასის ხაზოვანისა და კრეტული იეროგლიფების ამოკითხვა უდიდეს საქმეს, რომ ესე იგი ჩვენი ენა წერილობით სახით უკვე 4000 წლის წინ არსებობს. ეს მარტივად ასაქმელი არ არის და ძალიან გასაზრებელია, იმიტომ რომ ასეთი წარწერები ამ ასაკისა თიძე ჩამოსათვლელია ეგვიპტე, შუმერი, ხეთები
და შეიძლება ვთქვათ ელამები და ხარაბას კულტურისა, რომელიც ჯერ არ არის წაკითხული. აი ამ ჭრილში, ამ ხაზში აყენებს ქართულ კულტურას, უძველეს მის ისტორიას. აქედან გამომდინარე მარტივად რომ ვთქვათ, რადგანაც განსაზღვრა თამაზ გამყრელიძემ ბ-კლასის ხაზოვან წარწერებში მოცემული აია, კოლხეთი, კუტაია და ასე შემდეგ სხვა ტოპონიმების და ეთნონიმების დასახელების მიხედვით ქართული სახელმწიფოებრიობა 3000, ჩვენც შემოვდივართ იგივე წინადადებით, უკვე ამაზე 15 წელია გავიძახით და შესაბამისად ვერ გავაგებინეთ იმ კატეგორიას, რომ ეს აუცილებელია ამის გააზრება, მარტო ეს ისტორია არ არის, ეს ძალიან წინ დახედული მოქმედება პოლიტიკურადაც კიდევ. გამოვდივართ, რომ ბ-კლასის ხაზოვან წარწერებში მოცემული მასალების მიხედვით, აია, კოლხეთი, აიეტი და ასე შემდეგ ის მნიშვნელოვანი სახელწოდებები, რომელიც საქართველოს კოლხეთის უძველეს ტერიტორიასთან არის დაკავშირებული, იგივე ხდება, როგორც ენობრივად ეს არის ტექსტი, პროტოქართველური, პირველი ქართველური ტექსტი და ასევე გვაქვს ტოპონიმები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვჯელობთ ლინგვისტური თვალსაზრისით, რომ არის ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართული ქართველური სახელმწიფოებრიობა 4000 წლის. აი ასეთი მოცემულობით განსაზღვრავთ ამ სახელმწიფოებრიობას. ზოგ შეიძლება ეს ვერ აღექვა, მაგრამ ვინც მასალებში ღრმად ჩაიხედავს, ამის დასკვნის საშუალებას იძლევა ეს კვლევები. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ქართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აქედან გამომდინარე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი წარსულის შესახებ. მარტო წარსულით რა თქმა უნდა არ უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ წარსულის დავიწყებამ, ისტორიის დავიწყებამ ჩვენ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა დამოუკიდებლობის გააზრებაში. ახლა, ამ საკითხებს თქვენ უფრო კარგად გაშლით, იმიტომ რომ ჩვენ ეთერი ამის საშუალებას არ გვაძლევს, რომ დეტალურად ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ განსაზღვროთ იმისა, რომ ჩვენი პრიორიტეტი რა არის მეტად. ახლა რა ჭირდება საქართველოს. ჩვენ გამოვდივართ ასევე წინადადებით რამდენიმე ადამიანთან ერთად, რადგანაც კუნძულ კრეტაზე ცნობილია უკვე ჰერაკლიონში, ანუ დღევანდელი წაკითხვით ირაკლიონში, ანუ ამ ქალაქს დღევანდელი ბერძნული წაიკითხება ეს ამ ქალაქის დასახელება ირაკლიონის სახით, ისე ძველ ბერძნულად ჰერაკლიონით იკითხება. ირაკლიონში არის ქუჩები, ეს არის პასიფაეს ქუჩა და მისი ქალიშვილი არიადნე. არიადნე ისეთივე ქალიშვილია, როგორც აიეტისთვის მედია. ეს ორი არიადნე და მედია ძალიან ცნობილი ფიგურებია. მედია ვიცით, მაგრამ არიადნე ბევრმა შეიძლება არ იცის. მოკლედ ბერძნულ მითებში ეს ძალიან კარგად არის წარმოდგენილი. თუმცა მას ჭირდება ანალიზი და გააზრება. რა თქმა უნდა, მითს ჭირდება შემდეგი წერილობით ძეგლებში მასალის პოვნა. აი რაც ახლა ჩვენ ვიპოვეთ და დეშიფრაცია მოვახდინეთ A-კლასის ხაზოვანი დამწერლობისა, სწორედ რეალობას გვაძლევს. ანუ მითს ეს წარწერები, თიხის ფირფიტების და სხვა ნივთებზე მოცემული წარწერები A-კლასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული, მითს ესე იგი მითოსურ საბურველს აცლის და ის გვაძლევს რეალურ სახეს ჩვენი ისტორიისა, ჩვენი უძველესი ხალხის, ქართველების უძველესი წინაპრების, კოლხების ისტორიას. აი ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვერ გავექცევით, გვინდა არ გვინდა. თქვენ ახლა რომ ჩახვიდეთ უბრალოდ კუნძულ კრეტაზე და მიხვიდეთ რომელიღაცა სოფელში და კითხოთ, თქვენ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი ძირითადად კითხვაზე, პასუხზე, აი ესეთ შეკითხვაზე, ვინ ხარ თქვენ წარმოშობით. ძირითადად უმრავლესობა თქვენ პასუხს მოგცემთ, რომ მე არ ვარ ბერძნული წარმოშობის. ეს იქნება თქვენთვის გაგვირვება. მაგრამ რომ ჩაეკითხებით კიდევ, დავუშვათ ვინ ხარ წარმოშობით, თუ არა ხარ ბერძენი, არ ვიცით გეტყვიან, თუ იქ მიეხმარები გლეხს, ან კიდევ განათლებულ საზოგადოებამ უკეთესად იცის, ჩემი წარმოშობა არისო პელაზგურიო. აი ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის
მოსახლეობა 4000 წლის წინ არა 100 წლის წინ 150 წლის წინ საქართველოს აგერ თურქეთის ტერიტორიაზე დაკარგა თავისი თვითყოფადობა და აგერ რუსეთის მხარეს სოჭიშიც იგივე მოხდა 4000 წლის გადარჩენილი ცივილიზაციის შესახები ეროვნული გაგება მარტივი არ არის და ვერ სახიკონ მაგრამ წერილობითი ძეგლები რადგანაც ბერძნულში ეს მასალა გვაქვს რეკონსტრუქცია ჩვენი ისტორიისა მარტივად უკვე ასე თუ ისე შესაძლებელია რადგანაც წერილობითი ძეგლები აკლასის ხაზოვანი და კრეტული იეროგლიფებით შესრულებული მასალების მიხედვით ვიცით მითებიდან ვიცით ბერძნული ლიტერატურიდან ვიცით და საკმაოდ ბევრია დაწერილი პლატონის არისტოტელეს სოკრატეს მონაცემები არა მაგრამ მეტყოლებიდან ვიცით პლუტარქე აპოლონის როდოსელი ჰომეროსი და რიგი ბერძნული კულტურის მქონე ადამიანები ბერძნული ტექსტი ძველ ბერძნულად წერდნენ ამ მასალებს აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა იმისა რომ საქართველოს უნდა ყავდეს ამ ხრივ თავისი უნდა ქონდეს თავისი ხედვა თავისი სწორი ესე იგი მიმართული პრიორიტეტი არა გადამეტებული დღეს მართალი რომ თქვა მართალიც კიდევ დღეს დაუჯერებელია იმ დრო იმდენი ტყუილი თქმება ჩვენს გარშემო ვერავინ ვერ გაიგებს ამას თუ პროფესიონალურად არ მიუდგებენ პროფესიონალსაც უჭირს ბევრი რიგი საკითხის აღქმა იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცებიც მუშაობს შური იმან გააკეთა მე არ გავაკეთე და როგორც პროფესიონალურ თვალსაზრისით მაინც თავის თავს არ უმხელს ამ წარმატებულ მიღწევებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განსაზღვრა 4000 წლის ეს რეალობა და ნამდვილია და რატომ გჭირდება ჩვენ ეს როცა საქართველოს ეს განსაზღვრა სწორად ეკნება და ჩვენ ძირითადად ახლა ვიცით რომ ხორბლისა და ვაზის კულტურის თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი სამშობლოა ამას რა თქმა უნდა ეკონომიკური ურთიერთობები როგორც ეკონომისტი მოყვება და მრავალი სხვა წარმატებაც ტურისტული გაგებით ამასაც იგივე დიდი ფინანსების მოტანა შეუძლია და შეუძლია ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ეკონომიკური გამტკიცების შედეგად სახელმწიფო როგორც რეალური მტკიცედ დადგება და რომ გავიძახით ჩვენ ვართ პირველი ევროპელები საიდან ვიცით აი რომ შეეკითხო ბევრმა შეიძლება ეს არ იცის აი აქედან იწყება სათავე ვინ იცის სიტყვა ევროპა სპეციალისტების გარდა ეს იყო ქალღმერთის სემიტური წარმოშობის ანუ ფინიკიელი ქალღმერთის ასე რომელიც ზევსმა მოიტაცა და კუნძულ კრეტაზე წაიყვანა აი სწორედ ევროპის გააგება კუნძული კრეტიდან მოდის და შესაბამისი ძეგლებიც დგას კუნძულ კრეტაზე ევროპა და ხარი არის თავად ზევსი ზევსზე შემომჯდარი ანუ ხარზე შემომჯდარი ევროპა აი ეს არის ანუ ფაქტობრივად ვინც წერილობით ძეგლებს ორიგინალში კითხულობს ის დაასკვნის რომ ეს ცივილიზაცია პროტოქართველური პირველი ქართველური პროტოკოლხური არის სწორედ ევროპის საწყისი კუნძულ კრეტაზე ქართის კუნძულზე დაიწყო პირველი ევროპული ცივილიზაცია ახლა ჩვენ დავსვათ შეკითხვა კიდევ მსგავსი წერილობითი ნიმუში თუ არის საქართველოს ტერიტორიის დაღმოჩენი ძირითადად მოგვიანო პერიოდისა და ჩვენ გვაქვს ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები მე-5 მე-6 ძველწითაღრიცხვით სანამ გლოვანი დამწერლობა გაჩნდებოდა საქართველოში. ნუ ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა შეხედულებები არსებობს და ახლა ჩვენ ამას არ ჩავღრმავდებით, მაგრამ გვაქვს არქეოლოგიური მასალა, რომელიც ინახება ვანის მუზეუმში, სადაც ცალკეული ნიშნები არის ხაზოვანი მოცემული. რამდენიმე არის 4 ნიშნიანი, ეს არის დაბლაგომის დოქი, რომელიც ვახტანგ გლიჩერის პროფესორ ვახტანგ გლიჩერის ნაშრომებში ასახული და ადრე თოლორდავას ნაშრომშია და გვაქვს კიდევ სვანეთის მუზეუმში დაცული ექსპონატი და აქედან ჯერობა შეგვიძლია ვთქვათ, კიდევ სხვა ექსპონატიც არის ჩვენი ვარაუდით ეს არის ჩხოროწყუს მუზეუმის ექსპონატიც თუ მისი იდენტიფიკაცია არქეოლოგიურ თვალსაზრისით
სწორად მოხდება. ნუ ყოველ შემთხვევაში არქეოლოგიური იდენტიფიკაცია არ მომხდარა ცხოროწყუს მუზეუმის ექსპონატის მიმართ. ახლა დავანებოთ მის რეალობასთან კავშირს საუბარი, მაგრამ რადგანაც გვაქვს ეს ხაზოვანი ნიშნები, რაზეც ჰაინც ფენრიხი თავის წიგნში არაჩვეულებრივად მიმოიხილავს, ეს არის უძველესი ქართული დამწერლობის ნიმუში ხაზოვანი, რომელიც ასომთავრულამდე, ნუ ასეთი გაგებით რომ თქვათ, ეხლა ზოგადად ასომთავრულზე სხვადასხვა თეორიებია და ჩვენ არ შევდივართ მათ პოლემიკაში, მაგრამ როგორც ასე ამბობს ჰაინც ფენრიხი, უძველესი პერიოდის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები აღმოჩენილია დაბლაგომში და ამის გარდა სხვაგან ბევრ ადგილას თელ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგალითად მცხეთაშიც არის ცალკეული ნიშნები, ნაპოვნი ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები. ცალკეული ნიშნები, იმიტომ ვამბობთ, რომ მარტო ერთი ნიშანია ჭურჭელზე და ეს შეიძლება იყოს როგორც ოსტატის ვინც გააკეთა თიხა ან ვინც ჭურჭელი დამზადა მისი სასაქონლო ნიშანი და შეიძლება მართლოვანი ნიშანი, თუმცა ეს ყველა მართლოვანი ნიშანია. ძირითადად სამეგრელოში მოგვიანებით პერიოდამდე ცხენის დაღებიც კი მსგავსი ფორმის არის. მოკლედ ხაზოვანი დამწერლობა საქართველოში უძველეს პერიოდიდან არსებობდა და ეს სხვა მყარი მასალაზე, ქვაზე და სხვა რაღაცებზეც უკვე აღმოჩენილია და ჩვენ ამაზე მსჯელობას არ გავაგრძელებთ. აი სწორედ რაზეც აპოლონიუს ოდოსელი არგონავტიკაში წერდა, რომ კოლხებს აქვს მამაპაპათან ნაწერი კვირბები, აი კვირბები, ანუ კვირბეისი, რომელიც ბერძნულად ასე წარმოითქვის, ეს რა თქმა უნდა ლანდკარტები, ანუ რუკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რადგანაც ამბობს აპოლონიუს ოდოსელი, ყველა ხმელეთისა და ზღვის ის ნაჩვენებიაო, ყოველ შემთხვევაში კარლ რიტერი, ცნობილი პირველი მეცნიერი გეოგრაფი, კარლ რიტერი გერმანელი, ამას აღნიშნავს, რომ კოლხებს მიეკუთვნება სწორედ ლანდკარტების შექმნა, კარტოგრაფიის ხელოვნება, ასე რომ ვთქვათ. ანუ კოლხების დამსახურება და არა ბერძნებისო. შემდეგში ჩვენმა პატრიარქმა კირიონ მეორემ 1900 წელს თავის წიგნში, ცნობილ წიგნში ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში. მოკლედ, აქ არის ნახსენები კვირბები, რომელიც ამბობს ასეთ მნიშვნელოვან აზრს კირიონ მეორე, რომ ჰეროდოტეს, ანუ ისტორიის მამას, მის თვალწინ როცა წერდა ისტორიას ძველი ხალხებისა, თვალწინ ელაგა კოლხური კვირბები. აი ეს ინფორმაცია დაცული. ამის გარდა ბერძნულ წყაროებში გვაქვს ჩვენ მასალა ხრისოგრაფია, აი ესეთ სახელწოდებით, ანუ ოქრო დამწერლობა, აი ეს ოქროს დამწერლობის ნიმუში ჩვენი კვლევების თანახმად აღმოჩნდა ფესტოსის დისკო, იმიტომ რომ ფესტოსის დისკოზე დაბეჭდილი ნიშნები თიხაზე ორივე მხრიდან საოცარი რამ არის ფესტოსის დისკო, რომელიც გამოფენილია ჰერაკლიის არქეოლოგიის მუზეუმში, როცა თქვენ შეხედავთ მას პირდაპირ ორიგინალს, ეს არის ყალიბების პატარა, ესე იგი ყალიბების არამთლიანი დიდი ყალიბით, არამედ ყოველი ნიშანი ოქროს ყალიბითაა დამზადებული და თიხის ფირფიტაზე პირველი საბეჭდია გაკეთებული ორივე მხრიდან. პირველი წიგნი, ასე რომ ვთქვათ, პირველი ბეჭდვითი დოკუმენტი. წარმოიდგინეთ, ევროპაში როდის იწყება, რა თქმა უნდა, სამანქანო სისტემით ბეჭდა ქაღალდზე. მაგრამ ეს არის თიხაზე ბეჭდის პირველი ნიმუში და მე ვფიქრობ, რომ და ასევე ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ მსგავსი რამ ჯერჯერობით სხვა ცივილიზაციაში არ არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ბეჭდვითი დოკუმენტები არსებობს შუამდინარეთში, მაგრამ ორივე მხრიდან დაბეჭდილი ტექსტი მსგავსი მე მაგალითად არ ვიცი და ასევე სხვა სპეციალისტებმაც არ იციან. მოკლედ, შევაჯამოთ ახლა ეს ჩვენ. პროტოქართველური ცივილიზაციის შესწავლა ხდება ინტერდისციპლინარულად, როგორც ლინგვისტიკა, ისტორია, მითები, მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება და ეკონომიკური ურთიერთობების შესწავლა გვაძლევს საერთო მნიშვნელოვან საინტერესო დასკვნას, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ქართველური სახელმწიფოებრიობა 4000 წლით უნდა განისაზღვროს. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ სხვანაირად უნდა დავიწყოთ ფიქრი
ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა, ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და ეს რეალურად ჩვენ ძალიან დიდ ფუნქციას გვაძლევს და ასევე ძალიან სიფრთხილით, ძალიან სკრუპულოზური შრომა, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაცაა საჭირო და ჩვენ გამოვდივართ რამდენიმე მეცნიერისთან ერთად სხვა საზოგადოებაც ცივილიზაციათა ვაჯერედინი და ასევე საპატიო თბილისელების ნაწილი და აქ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ შემდეგი ადამიანები ბაკურ კიღურაძე, რომელიც არის საპატიო თბილისელი, ქალბატონი ნინო ჭუმბურიძე, ქალბატონი ქეთევან ტომარაძე, ქალბატონი მაყვალა ბერიანიძე და მე თავისთავად ჩვენ გამოვდივართ საერთო წინადადებით, რომ თბილისში, ქუთაისში, ესე იგი რომ ვთქვათ, ფოთშიც და ძირითადად მნიშვნელოვანია ფოთი, უნდა დაერქვას სახელები ჰელიოსის ქუჩა მოედანი ან დასახლება და იქვე სხივებით გამოსული სისტემა იყოს, დასახლება ქუჩა თუ რა მნიშვნელობა აქვს, ანუ მოედანი, აიეტი, პასიფაე, კირკე, მედია, არიადნე და ასე შემდეგ. კიდევ სხვა სახელებიც არის მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენ ცივილიზაციასთან არის დაკავშირებული. მაგრამ აქ უნდა ვთქვა ხაზგასმით, ვინც მედიას როლს აკნინებს და გამოყავს, რა თქმა უნდა, ევრიპიდეს მიხედვით ორივე შვილი მსკვლელიაო, ახლა ეს მოსაზრებაც არსებობს ბერძნულ ტრაგედიაში, მაგრამ არის ბერძნულ მითებში ადრეულ პერიოდში, რომ მედიას ეს დააბრალეს, ყოველ შემთხვევაში ეს ვიცით ჩვენ და ბერძნულ წყაროების მიხედვით 14 შვილი ყავდა მედიას და არა 2, 7 სახელი ბერძნულ წერილობით წყაროებში მე თავად ვიპოვე, 6 ვაჟიშვილისა და 1 ქალიშვილის სახელი. მედია აი ესეთი განვითარების უმაღლეს დონეზე მეცნიერების ერთგვარი ამყვავებელი, რომ ვთქვათ, ძველი გაგებით, მედიცინის და ასე შემდეგ, მანიცის ნავთი და ამაზე წერენ მთელი ბერძნული წყაროები და სხვა რიგი ფაქტორები და ბერძნებისთვის მედიას ესეთი დიდი გონება, מחვილობა, წარმატება გაუგებარი იყო, იმიტომ რომ მისი ცივილიზაცია ჩამორჩებოდა და სხვადასხვა რამ დააბრალეს მას, ყოველ შემთხვევაში ეს ირკვევა, ის არ იყო ჯადოქარი, არამედ ის იყო ნამდვილად განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ბერძნებს ერთ ადგილას გაუკვირდათ, რომ მედიამ ხელში აიღო, ესე იგი, ნივთები და მან ნავთი გადაასხაო. ცნობილია ეს და მოეკიდა ცეცხლი და ნავთი არ იცის ადამიანებმა და ამ შემთხვევაში ცეცხლი მოეკიდა ჯადოქრობა მიიჩნიეს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოყენებით მათემატიკას აი ამ საკითხების განალიზებაში. მაგალითად, დღესაც კი აუცილებელია ისტორიოგრაფიაში და ლინგვისტიკაში თავისთავად მათემატიკა მუშაობს გამოყენებითი. მაგრამ ისტორიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ასტრონომიულ ფაქტებს, ასტრონომიულ კვლევებს, ანუ მათემატიკურ გამოტვლებს, სტომილება გვაქვს 7 წლით ან მეტი კიდევ და წელს ჩვენ აღნიშნავთ 1700 წელს ოფიციალურად ქართული სახელმწიფო რომ გამოცხადდა ქრისტიანობა. და სტომილებით არამედ 2026 წელს არ უნდა ახალ წელს არ უნდა, არამედ 7 წლის წინ. ესე იგი 3019 წელს ხდება მზის დაბნელება საქართველოს ტერიტორიაზე. თუ დაუჯერებთ ქართლის ცხოვრებას, მზის დაბნელება მოხდა გაქრისტიანების დროს, მირიანის დროს. აი ეს სტომილება მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ასტრონომიულად უკვე ჩვენ რამდენჯერმე აგვიხსნეს. მაგალითად მე თავად უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდი 93 წელს, 94-ში ასტრონომიას, მაშინაც აგვიკითხა მეცნიერებმა, ასტრონომებმა, ეს გითხრა, მაგრამ აბა ვის ესმის ნამდვილი მეცნიერების გაგება? აი ეს პარადოქსი გვაქვს ჩვენ. მე კიდევ უფრო მეც ვამბობ, არა პატრიოტული გაგებით, არამედ რეალური მათემატიკური მეთოდების გამოყენებით. არა 319 შეიძლება უფრო ადრე იყოს. აი ჩვენს გვერდით მეზობელს უფრო კარგად აქვს ეს დაანგარიშებული. და მათ 301 წელი 314 წლებში ზოგი ჯელობს, რომ 301-დან 314 წლებში გაქრისტიანდა. ზოგიერთი დაასვამს, როგორ შეიძლებოდა ეს რომის ოფიციალური გამოცხადებამდე ყოფილიყო 325 წლამდე. ძვირფასო ტელემაყურებლებო,
რომის გაქრისტიანებაც ოფიციალურად შეიძლება ცოტა ადრეც ყოფილიყო, იქ თარიღების გადაწყვეტის დროს ცნობილება არის და მე ყოველ შემთხვევაში შევამოწმე და ვღებულობთ იმ ცნობილებას, რაც დაკავშირებულია გაანგარიშებასთან. დღეს ძვირფასო ტელემაყურებლებო, აი სწორედ რომ არ ვიყენებთ მათემატიკას, აი ეს ქართული ქრისტიანობის სახელმწიფოებრივი გამოცხადება 1700 წელი 319, ანუ 7 წლის წინ მოხდა. და აი ეს პარადოქსები გვექნება ჩვენ, სანამ მეცნიერება არ იქნება საქართველოში მაღალ დონეზე და მეცნიერება სანამ არ იქნება რჩეველი ყველაფრის რეალურად და არა ქაღალდზე დაწერილი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ამით დავემშვიდობოთ ერთმანეთს. შემდეგ გადაცემებში ჩვენ კიდევ გიამბობთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტებს, რაც პარადოქსულ სიტუაციაში ამყოფებს დღევანდელ საქართველოს, იმიტომ რომ რიგი მეცნიერული მიღწევები შესაბამისად არ არის გამოყენებული. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.